მადლობა ჩვენი გადაცემა ყოველს კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც და სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის ბელსახური დეკანოზი ზურაბ ჭერლიშვილი. მდელოშვიდობის მამამ დაგულოცოთ. მამო ზურაბ, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ძალადობაზე, როგორც ღვთის მართლის მოკლებულ მდგომარეობაზე. ეს თემა ნებისმიერ დროს რა თქმა უნდა აქტუალურია, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მათ შორის ჩვენს გვერდით სახელმწიფოებში ორივეგან ჯერ იყო თურქეთი, ახლა სომხეთი დაემატა, მანამდე იყო საფრანგეთის საშინელი ტრაგედია და მოკლედ თელ სოფლიოში ძალიან დაძაბული მდგომარეობა ამ კუთხით, ტერორისტი მძვინვარებს, ტერორიზმი, ძალადობა და აი სასულიერო კუთხით რო ვისაუბროთ, როგორც ღვთის მართლს მოკლებული, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებულია მე ღვთის მართლი, ქრისტიანობა და ძალადობა და ისაც ხდება დღეს სოფლიოში, ხო? დიახ. შეგვიძლია სოფელი ადამიანი შემდგომად დაცემისა, რაც 60-დან იქნა გამოდევნილი, რაც სწორედ არის მადლის მოკლება და მადლს მოკლებული მდგომარეობა, ამის შემდგომ ადამიანში შემოდის ეს გარკვეული უარყოფითი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავისი შეხედულებით, ესე იგი უფლის მადლს მოკლებული უფლის რწმენას, მის ნებას, ღვთის განგებას აშორებული თავისი გადაწყვეტილებით, თავისი ნებით, თვითრჯულით მოქმედებს და აქედან გამომდინარე უკვე ზდევს კიდევაც უამრავი შეცდომა და ხშირ შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ეს შემთხვევა. ეს პირველ პერიოდშივე რომ ვნახოთ, როგორც ბიბლიურ წიგნებში არის გადმოცემული, როდესაც კაინს და აბელს შორის ხდება დაპირისპირება. და აქაც ძალადობა არის, აი პირველი ძალადობა აქ ჩნდება და ესეც რო შევხედოთ ერთი კუთხით თვითონ უფლის მიმართებაც კაინთან არის ძალიან ესეთი შემწყნარებელი, შემოგონებლებელი, რომ ეუბნება, რომ ყველაფერს მისცემდა მასთან იქნებოდა უფალი, ოღონდაც თავის ძმის მიმართ ბოროტება არ ჩაედინა, არ მოეკლა თავის ძმა, იმიტომ რომ გადაწყვეტილი აქვს კაინს, რომ ესე იგი მისი ძმის შეშურდა მას, რომ უფალმა მისგან შეიწირა მსხვერპლი და მისგან არ შეიწირა, იმისგანაც შეიწირა, მაგრამ ის უპირატეს მდგომარეობაში დააყენა. და არა ადამიანმა იმაზე კი არ იფიქრა, რომ თვითონაც ისე დაეწყო ცხოვრება, ან ისეთი გულით შეეწირა უფლისთვის, ისეთი დამოკიდებულება ქონოდა უფალთან, როგორც მის ძმას ჰქონდა, არამედ პირიქით ის, ვინც უფრო ახლოს იყო უფალთან, იმის მოკლა გადაწყვიტა თავის საკუთარი ძმის. აი წარმოედგინეთ, აი ამ პერიოდიდან თითქოს დღეს ისეთი აზრი ყალიბდება, რომ ადამიანი კაცობრიობა გამრავლდა, აღარ არის ტერიტორიები, თქვათ უჭირს ზოგიერთ ქვეყანას მატერიალურად და აქედან გამომდინარე ეს ბრძოლები ამიტომ მიდის. მაშინ სულ რამოდენიმე ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე. თქვათ და საერთოდ არანაირი ამის პრობლემა არ ქონდათ, მით უმეტეს რომ გადმოცემული არის, რომ პირველ პერიოდში მათ არც თქვათ დამუშავებას, თქვათ საკვების მოპოვებისთვის დიდი ენერგიის დახარჯვა არ ჭირდებოდათ, იმიტომ რომ ორგანიზმი ჯერ კიდევ სხვა მდგომარეობაში იყო და გარემო ისე იყო ღვთისგან შექმნილი, რომ ის მთლიანად იყენებდა ამ საკვებს და არ ჭირდებოდა რომ მოეყვანა, თვითონ ემუშავა, თქვათ რაღაცა ფიზიკურად დახარჯულიყო, ძალიან მცირედი მოქმედებითაც ის სარჩო საბადებულს პოულობდა, მაგრამ მაინც შური სულ სხვა რამ არის, ეს არის ადამიანის სულში არსებული მდგომარეობა, როდესაც თვითონ ფიქრობს, როგორ გადაწყვეტოს, რა არის მართებული და რა არის სწორი და აღარ ფიქრობს ღვთისას და ამავდროულად ვერ განიცდის თავის თავს, რომ ეს ყოფა წარმავალი არის. არამედ აი აქ ყველაფერი აქ უნდა კონდეს და ყველაფერში თვითონ უნდა იყოს სრულად გადამწყვეტი ყველაფრის. რასაც მოაქვს დაპირისპირება სხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისუფალი არჩევანი, თავისუფალი ნება აქვს ღვთისგან მინიჭებული და აი აქედან გამომდინარე ასთა სხვადასხვაობას ყვება ყოველთვის დაპირისპირება, მაგრამ ქრისტიანობაში სწორედ ეს არის უფლის მადლის მოტანით, უფლის განკაცებით ადამიანისთვის სწორედ ეს არის, რომ ადამიანს შეუძლია რომ მეორე ადამიანის აზრი გაიზიაროს. თუ კი არ არის მისაღები მისთვის, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიყვარულით, თავდადებით, შეიძლება თავგანწირვით მისი მოწინააღმდეგის მიმართ
იმოქმედოს არა თქვა ძალადობით, არამედ პირიქით საკუთარი თავის განწერით რომ დაანახოს რომ მისი მოქმედება არ არის სწორი, მისი აზროვნება არასწორი არის და არანაირად ძალადობით და დაჩაგვრით ან მისი ლიკვიდაციით იმოქმედოს. ქრისტეში მთავარი როგორც თვითონ უფალმა გითხრა ორ მთავარ ცნებაზე არის აგებული ქრისტიანობა, ეს არის ღვთისა და მოყვასის სიყვარული. და აი ამ მოქმედებას განახორციელებს ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც ის სულით ქრისტიანი, არა თქვათ ეს თეორიულად განსწავლული, არამედ სულით ქრისტიანი, რადგან რელიგიური ცხოვრება, ქრისტიანობა რელიგიური ცხოვრება არის და ეს არის უშუალო კავშირი უფალთან. ეს არის სულ გამუდმებული კავშირი უფალთან. რა პერიოდშიც ადამიანი ნებისმიერ ჩვენგანს აქვს დროდადრო რაღაც გარკვეული გაღიზიანება ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, ამა თუ იმ მოქმედების მიმართ და ჩვენს გამოსულ ვართ მდგომარეობიდან, მაგრამ სწორედ ეს არის უფალთან ურთიერთობა, რომ მისი მადლის მეშვეობით ადამიანი აი ამ უარყოფითისგან იცლება. მას შეუძლია რომ განწმინდოს, ასე ვთქვათ, განმუხტოს ადამიანი ამ უარყოფითიდან და ეს რელიგიური მოქმედებით ხდება. ეს აღსარებით ზიარების მეშვეობით ხდება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ადამიანი შეიძლება რაღაც შთაგონებით თავისი ნებისყოფით გადაწყვიტოს და რაღაც მომენტს აერიდოს, მაგრამ მისი განწმენდა და განთავისუფლება არ ხდება. ის სადღაც რჩება შინაგანად თქვენ ცნობიერში, მასთან ისევ გროვდება ადრე თუ გვიანი სადღაცას მერე ამოხეთქავს და ეს თუ ერთი ადამიანი არის კიდევ არ არის ხოლმე ისეთი მასშტაბებისა ეს ბოროტება, მაგრამ უდასაც უკვე რაღაც გარკვეული ჯგუფი არის აი ამ გაერთიანებული ამ აზრით თქვათ რომ მოწინააღმდეგედ განიცდის ამა თუ იმ დაჯგუფებას და მის მიმართ სხვა გამოსავალი არ აქვს, უკვე ის უნდა გაანადგუროს. აი მაშინ უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩნდება ის გარემო და ზოგადად ის ხალხი. დღევანდელ დღეს ისეთი სოფხედველობა არის ჩამოყალიბებული, აი მიზანმიმართულად ხდება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და რელიგიას გარკვეულწილად გადმონაშთად მოიხსენიებენ, რომ ეს არის რაღაც შუა საუკუნეების აზროვნება. აი ჩვენი დღევანდელი ცნობიერება, ჩვენი დღევანდელი სოფხედველობა, ცხოვრების წესი აბსოლუტურად დაშორებული არის ქრისტიანულ სოფხედველობას, ქრისტიანულ ცხოვრებას. და აქედან გამომდინარე შედეგი სწორედ ეს არის, რაც მივიღეთ. ძალიან ბევრი კანონი არის, ძალიან ბევრი შეთანხმება არის, დეკლარაციები ადამიანთა უფლებების დაცვის და ასე შემდეგ უამრავი კანონია მიღებული, მაგრამ შედეგი ვერაფრით ვერ დგება. იმიტომ რომ აი სწორედ რასაც რელიგია ახორციელებს, რაც არის ღვთის მადლის მოქმედება ადამიანზე, ეს მხოლოდ უფლის მოქმედებით შეიძლება მოხდეს და როგორც ვთქვით, ადამიანის განწმენდა, განმუხტვა მხოლოდ უფლის მეშვეობით ხდება. ესე რომ თქვა დეკლარაციებიდან, თქვა შეთანხმებიდან, იდეოლოგიით ადამიანთა ცნობიერება მიმართო რაღაც სწორი მიმართულებით ყველა ადამიანის და თქვა ესეთი სიმშვიდე შემოიტანა, ეს ვერ ხორციელდება. იმიტომ რომ აშკარა არის რომ ადამიანთა ჯგუფი აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვას სამყაროს და სხვა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და თქვათ მუსულმანურ სამყაროში აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვას სხვა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. ამიტომ ეს მხოლოდ შეთანხმებებით ამის მიღწევა შეუძლებელი არის რომ ადამიანმა მიაღწიოს რაღაც ესეთ მდგომარეობას რომ სრული თანხმობა იყოს ამ ორ სამყაროს შორის. მხოლოდ ეკლესიას, მხოლოდ უფალ შეუძლია, რომ ადამიანები დააბრუნოს და დააყენოს ისევ იმ მდგომარეობაში, როგორც საუკუნეების მანძილზე იყო, რაც მიაღწია ქრისტიანობამ და ადამიანთა სოფხედველობა გადაიტანა მარადიული ნეტარყოფითი ცხოვრების მოგებაზე, მოხვეჭაზე და ეს ყოფა გარკვეულწილად დააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ არის საშუალება, შესაძლებლობა მარადიული სიცოცხლის მოპოვებისა. დღევანდელ დღეს კი პირიქით არის მარადიული ყოფა საერთოდ მოშორებული არის, ან რაღაც გარკვეულ მცირე ჯგუფებში არის დარჩენილი, ვინც რელიგიური ადამიანი არის და იქაც ძალიან ბევრი განშტოება არის და როგორც ვიცით, უფლის მოქმედება სრულად მაცხოვნებლობითი სახით სწორედ იქ მოქმედებს, სადაც არის ღვთის მადლი, სადაც არის ეკლესია, სადაც მოქმედებს საიდუმლოებები და არა ის თქვათ, რომ მხოლოდ აღიარებს ქრისტიანობას ან
თქვა თulis რომ ის ქრისტიანი არის და სინამდვილეში მადლს ვერ ღებულობს და საერთოდ სხვა კონფესიები, სხვა მიმართულებები, სადაც აბსოლუტურად უარყოფილი არის ქრისტიანობა თავისი წამსით შეხედულებით იქ საერთოდ არ მოქმედებს უფალი იქ პირდაპირ როგორც დავით მეფსალმუნი ამბობს ყოველი ღმერთი გარდა ღმერთისა ჭეშმარიტისა ეშმაკი არ სწორედ ეს არის იმიტომ რომ დანარჩენი მიმართულებები რელიგიები არანაირად უფალთან კავშირში არ არიან არანაირად ის მოქმედება ვინც მათთან მოქმედებს აბსოლუტურად სხვა ძალა არის სხვა პირდაპირ გვეუბნებიან რომ ეს არის უარყოფით მდგომარეობაში მყოფი ანგელოზი რომელიც დაცემის შემდგომ პირიქით იბრძვის და რომლის მეშვეობითაც მოხდა ადამიანის ცნობას და იმის შემდგომ კაცობრიობის მდგომარეობა ესეთ ყოფაში ჩავარდა და ეს არის დაუშლებელი ძალის ბოროტების მქონე პიროვნება რადგან ბოროტებაც არის პიროვნების მდგომარეობა არა რაღაც აბსტრაქტული ცნება არამედ ეს არის პიროვნების მდგომარეობა და ეს არის დაუსრულებლად თავისი ესე იგი სრულის დაკმაყოფილებისკენ მრბოლი არსება რომელსაც არანაირი ესე იგი საზღვარი მის ბოროტების დასრულებისა არ აქვს იმიტომ რომ ეს შეგნებით ასე მოქმედებს დანარჩენ ადამიანებსაც სწორედ ასეთ მიმართულებით ამოძრავებს და ეკლესია ყოველთვის ამბობს რომ თუ კი არ იქნება ადამიანი ეკლესიის წიაღში კაცობრიობა გაცილებით მძიმე მდგომარეობას მიიღებს. აი დღეს ხა თვალნათლივ ჩანს უკვე ეკლესიას როგორც თქვი ხშირად რაღაც შუა საუკუნეების გადმონაშთად მოიხსენიებენ, მაგრამ უფლის წიაღში ეკლესიის ისტორიას რო გადავხედოთ, ნახავთ რომ უამრავი ასეთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ქრისტიანებს და ეკლესიას ესე მძაფრად ებრძვიან. უფლის მადლით ყოველთვის ხდებოდა ეკლესიის გამოყვანა ამა თუ იმ მდგომარეობიდან ღვთისმადლით სწორედ ეს არის მარტო ჩვენი ისტორიას რო გადავხედოთ გასაკვირი არის რომ როგორ შეიძლება და გადავრჩენილიყავით ჩვენ მაგრამ გადარჩა ესერი და სწორედ უფლის მადლით მოხდა ეს და დღევანდელ დღეს ახლა უფრო სხვა მასშტაბები აქვს ამას მიღებული მაგრამ ღვთისმადლით ისევ შეიძლება რომ ეს ყველაფერი აცილებული იქნეს თუ კი ადამიანი დაუბრუნდება უფალს თუ კი ადამიანი აი ამ დღევანდელ ყოფით აი აქ 64-ის მოწყობის მცდელობით რომელსაც ახლავს ადამიანის ვნება მისი სურვილების დაკმაყოფილება როგორც მას წარმოუდგენია როგორც მას სურვილი აქვს რაც სხვადასხვა ადამიანებში აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობას ფსიქოლოგიურ ყოფას აყალიბებს და ხშირ შემთხვევაში ეს არის ეს გადადის ბოროტებაში ვიღაცისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია რაც მასში იწვევს იმას რომ ეს ადამიანი თუ ან ეს ჯგუფი არ გაანადგურა ეს დამღუპელი არის ზოგადად ყოფისთვის ზოგადად აი როგორც ვამბობთ ღვთისგან არასდროს ადამიანის მოკვდინებაზე საუბარი არ არის თვითონ ვერც უფლის მოქმედებაში ვერასდროს ვერ ვნახავთ რომ ადამიანს თუნდაც თუნდაც იხსენიებდეს აი თუნდაც შეურაცხყოფას აყენებდეს ამას ვერ ვნახავ ან თქვათ მის მიმართ რაღაც სიკვდილის ან რაღაც ასეთი წყევის მაგვარი წამოსულიყო იმიტომ რომ უფლის მდგომარეობა არის უცვალებელი მისი მოქმედება ადამიანის მიმართ არის სიყვარულის და ეს აღარ იცვლება და უფალი ხომ არ არის ერთ მომენტში ასე თქვათ ფიქრობდეს და მეორე მომენტში ეს უცვალებელი მდგომარეობა ყველა მოქმედება და უფლის არის სასიკეთოდ ადამიანის მიმართ. ამიტომ აი როდესაც გაბრაზებული არის, როდესაც ტაძარში შედის მაცხოვარი ერთი ადგილი არის, როდესაც მეკერმეებს გაუბრაზდება, მაგრამ ადამიანებს იქაც არ ეხება, უბრალოდ დაურბევს იმ კლუბაკებს და იმ ადგილებს, სადაც ისინი ვაჭრობენ, რადგან ეკლესია და ტაძარი ღვთისა არ უნდა ყოფილიყო სავაჭრო ადგილად გადაქცეული. ასევე ლეღვის ხეს დაწყლის გაახმობს, რომელიც ნაყოფს არ ეძლევა, მაგრამ არაფრით ადამიანის მიმართ ასეთ რამეს არ გამოხატავს. ამიტომ თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ რელიგიაში სადმე დევს ძალადობა, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და ცილისწამება ღვთისა და ეკლესიის მიმართ. იმიტომ რომ არასდროს ეკლესია და ქრისტე და უფალი არ მოქმედებდა ძალადობით. შეიძლება ეკლესიის წიაღში წარმოიშვნენ ადამიანები ან სხვადასხვა რელიგიებში, როდესაც ესა თუ ის ადამიანი შორდება უფალს, სწორედ ამას ვამბობ, დაშორდება და შემდგომ თავის გარკვეულ მიმდევრებს გაიჩენს და აი აქ იწყება უკვე
გარკვეული დაპირისპირება ადამიანსა და უფალს შორის ისე თავისი შეხედულებით მოქმედებს. ესეთი რამ კათოლიკურ სამყაროშიც მომხდარა და ვიცით ჩვენ ახლა ისტორია როგორ ვითარდებოდა შემდგომ იმისა, როდესაც ის ჩამოშორდა ეკლესიას ღვთისმათს მოაკლა ცალკე და გავიდა დღევანდელ დღესაც ასეთ ყოფაში არის და ისტორიულად ვიცით თქვა ღვთის სახელით როგორ ხდებოდა ადამიანების დაწვა და თქვა სიკვდილის განაჩენის გამოტანა ეს პირდაპირ ბერების მიერ ხდებოდა ეს პაპის ხელმოწერით ხდებოდა და არა თქვა სახელმწიფო მმართველის გადაწყვეტილებით, როცა სახელმწიფო მმართველს ჰქონდა კიდევაც ამის უფლება თუ კი რაღაც გარკვეული დარღვევა იყო მიიღო სამოქალაქო კანონმდებლობით რაღაც გარკვეული სასჯელები გამოეტანა, მაგრამ თვითონ როგორც სასულიერო პირს ღვთისმსახურს პირდაპირ ეკრძალება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანს შეიძლება შემთხვევით რომელიმე ადამიანი შემოუყვეს ამ და მსახურებას ის მსახურებას ვეღარადროს ვეღარ ჩაატარებს არ შეიძლება რომ ან მსახურება აღასრულოს და ამ დროს როდესაც შეგნებით ხდება ადამიანების კოცონზე და დაწვა რასაც ინკვიზიციით ვიცნობთ სახელით არის ცნობილი ეს აბსოლუტური დარღვევა არის და ასეთი რაღაცაც მოხდა და ისტორია მიცის ეს მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობის სწავლება სწორედ ეს არის რომ მათაც უარყვეს ეს და ამ მიმართულებამაც დღეს დაგმობილი აქვს ასეთი მოქმედება მაგრამ ეს ასეთი ფაქტი ხო მოხდა ხო იყო ესე იგი იმას ვამბობ როდესაც უფლის მართლს მოკლებულია ადამიანი თუნდაც ის თulides რომ ის უფალთან არის და ეკლესიის წიაღში არის როგორც კი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ის უფალთან აღარ არის და არანაირ დამოკიდებულებაში არ არის დღევანდელ დღესაც დღევანდელი მსოფლმხედველობა იმდენ ისეთი სახით დაუპირისპირდა ეკლესიას და ქრისტიანობას რომ მას რაც სჭირდებოდა თავისი შეხედულებით თითქოს ამოიღო ქრისტიანობიდან და თავის ცნობიერებას თავის ყოფას მოარგო და სინამდვილეში ის რაც უფლისგან მოდის ეს სრული სისავსეა ჩვენ ამას ვიღებთ თუ არ ვიღებთ ეს სხვა საქმეა მაგრამ უფლის მადლის გარდამოსვლა სრული სისავსით არის ის თუ არ მიიღეს სულად ის როგორც არის აუცილებლად დარღვევა უკვე დარღვევა არის და ეს მე სად როგორი სახით იჩენს თავს ეს კიდევ დროის და თქო გარემოებისგან გამომდინარე განხორციელდება დღევანდელ დღეს არის ძალიან ცოტა მსუყე ნიადაგი იმისა რომ უამრავი არასწორი მიმართულების სწავლების სექტების რელიგიების შესაძლებლობა არის რომ მათ თავისი სწავლება გაავრცელონ ეს თვითონ გარემომ და ჩვენმა ყოფამ დაუშვა ასე მსოფლმხედველობა რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება რომ კონდეს თავისი შეხედულება რელიგიაზე მაგრამ ეს შეხედულება ერთია რომ მას აქვს მაგრამ რა არის რეალობაში და რაც არის ჭეშმარიტება ეს ხო სხვა არის ახლა ხო არ შეიძლება რომ მე ასე მესმის და ამიტომ უფალი ასეთი ან თქვა და ასე ისწავლება ეს ხო გაურკვეველი რამ არის სწორედ ეგ არის თვითრჯული რომ აღარ უსმენს უფალს არ ეძებს მის სწავლებას არ ეძებს მის მადლს არ ეძებს მასთან ურთიერთობას არამედ თვითონ როგორც გადაწყვეტს თვითონვე ქმნის ღმერთს თვითონვე თავისი შეხედულებით ქმნის ღმერთს აი ასეთი და მე აი ასეთი მომწონს და ასეთთან მექნება ურთიერთობა ამას მოაქვს სწორედ აი ეს შედეგი დღევანდელ დღეს რაც არის ეს დასავლურ სამყაროშიც ასე არის უკვე ფაქტიურად აი საფრანგეთი მაინც ყველაზე უფრო მეტად გამოერჩევა ამ ხრივ რომ იქ თქვათ რომელიმე ესეთი ძლიერი ცენტრი კონფესიის არ არსებობს იმიტომ რომ თქვათ როგორც გერმანიაში ინგლისში იქ მაინც არის ეროვნულ ნიადაგზე გარკვეული წარმონაქმნები კონფესიები თქვათ ლუთერანობა ანგლიკანობა კათოლიკური სამყაროც კონფესიაც მოქმედებს მაგრამ აი საფრანგეთში მთლიანად მოხდა სრულად დაშორება ქრისტიანობისგან მთლიანად მოხდა შეზღუდვა მისი მას თავისი ისტორიული თქვათ წარმომავლობა აქვს და თავისი დამოკიდებულება არის ამასთან დაკავშირებით როგორც ვახსენეთ ჩვენ ინკვიზიციები ინკვიზიციამ და კათოლიკური სამყაროს ასეთმა მკაცრმა მოქმედებამ აი ეს პროტესტი გამოიწვია ხალხში და შემდგომ მთლიანად შეზღუდეს მისი მოქმედება და სამაგეროდ მიიღეს სრულიად ათეისტური გარემო და სამაგეროდ უფლებების დაცვის მეშვეობით მისცეს საშუალება სხვა რელიგიებს ძალიან მსუყე ადგილი
შეექმნათ, რამაც ფაქტიურად თავისი მსოფლმხედველობის რაზეც არის აგებული თუნდაც ევროპული კულტურა და ტრადიცია მთლიანად შეაჩერეს და სხვას მისცეს საშუალება რომ მათ გაევრცელებინათ. და იქ ისეთი კერები წამოიქმნა დღევანდელ დღეს. იმიტომ არის საფრანგეთში რომ უფრო მეტად ხორციელდება ასეთი ტერაქტები, რომ იქ თვითონ იქაური მუსულმანური სამყარო ძალიან გააძლიერეს. ზედმეტად ჩამოყალიბებული არის, თქვათ, საშუალება აქვს ძალიან ბევრი თავისი სწავლებისა და სამაგიეროდ ქრისტიანული სწავლების ფაქტობრივად აღარ არის. ამიტომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხში რაღაც გარკვეული პროტესტი და წავიდა თვითონ წარმომავლობით ფრანგები გადავიდნენ მუსულმანურ სარწმუნოებას. ისინი ვინც გადავიდნენ, ისინი ყველაზე უფრო აგრესიულებენ, ისინი ახორციელებენ ფაქტიურად ჩამოსული ადამიანები იმდენად არ მოქმედებენ, შეიძლება იქიდან წამოსული აგრესია, რაც თქვათ იქ ხდება, ჩამოიტანეს, მაგრამ სადაც არის გარემო, სადაც მივიდნენ ისევ მუსულმანურ თემში, იქ სწორედ იქაურებმა, უკვე დამხტულმა მუსულმანებმა, რომლებიც უკვე განვითარებულები არიან, პროგრესულადაც მათ იციან, თქვათ, როგორ შეიძლება ესა თუ ის იარაღი, თქვათ, თუნდაც ასაფეთქებელი ნივთიერება, სულ არ არის საჭირო, რომ თქვათ, სამხედრო ორგანიზაციის შეხვედრა შეგიძლია რაღაც გარკვეული ქიმიური ნივთიერებები იყიდოს ადამიანმა და მას შეუძლია დაამზადოს ასაფეთქებელი, ეს ცოდნაც აქვთ უკვე. აქედან გამომდინარე უკვე მიიღეს ის შედეგი, რასაც თქვათ, დღევანდელ დღეს ღებულობენ, რაც არის აი ფაქტიურად დარღვევა სწორედ და შედეგი სწორედ იმისა, რაც არის მართლს მოკლება, აი უფლის დაშორებამ, თვითი თავისი გადაწყვეტილებით, თავისი შეხედულებებით ადამიანთა უფლებების და რელიგიების მიმართ გარკვეული წესრიგის ჩამოყალიბებამ სწორედ აი ეს შედეგი მოიტანა. დღევანდელ დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენც მათ შორის ვიმყოფებით გარკვეულწილად მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს მსოფლმხედველობა გარკვეულწილად უფრო პროგრესირებადი ხდება, გარკვეულწილად უფრო მყიფე იქნება ცხოვრება, სტაბილურობა და გარკვეულწილად უფრო მძიმე იქნება ადამიანის ცხოვრება, მისი წესით, იმიტომ რომ კიდევ უფრო შორდება უფალს, რაც უფრო დაშორდება, მეტ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით ყველა. ამიტომ ღვთის მადლით, ვიდრე კიდე გვაქვს შეგვწევს ძალა ვილოცოთ, ვითხოვოთ და დაუბრუნდეთ უფრო, მივიდეთ უფრო ახლოს უფალთან, ვილოცოთ, რომ ჩვენც ვიაროთ ცხონების გზაზე და სხვაებისთვისაც სამაგალითო იყოს ეს. დიდი მადლობა, მოგზაურობ, შეგახსენებ, გესაუბრებოდ დეკანოზ ზურაბ ჭელიშვილი.